Bahari. Rauf Bey. Apatiet. თქვენ თქვით რომ ბაჰარს საფრთხეელოდა. რას გულისხმობდით? არ მეტყვით? და თქვენ ვინ ხართ? რას წარმოადგენთ? მე აისონ ჰანიმის ადვოკატი ვარ. მე კი სერიოზულად არ გიქვით. ესე იგი ეშმაკის ადვოკატი ხართ. ყველანი ერთნაირები ხართ. რაუფ ბეი. აისონ ჰანიმთან რა პრობლემა გაქვთ? ჯობს მიხვიდე და შენს ქალბატონს ფეხებთან დაუჯდე. აისუნის ტურასთან სათქმელი არაფერი მაქვს. Eline sağlık Hazan. დიდი მადლობა ხაზან. არაფერს აისონ ჰანიმ. ძალიან ლამაზი ხართ. უბრალოდ რაღაც დეტალებზე მინდოდა ხაზის გასმა. გისმენთ აისონ ჰანიმ. გუდი აქედან ატლასი ამოვიღოთ. მაქმანი შევცვალოთ. მედი მარგალიტი დავამაგროთ. კაბის სიგრძნე ოდნავ შევამოკლოთ, რომ მახალი გამოუჩნდა. და კიდევ წელზე რამდენიმე მარგალიტი დავამატოთ. როგორც იწვეთ ისე იქნება. არ ინერვიულოთ. როცა ჰაჯერმა თქვა რომ კაბა მე შევკერე, გავჩუმდი, მაგრამ ხაზათან დალაპარაკებას პირველივე შესაძლებლობისთანავე ვაპირებდი. თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც ხელს გვიშლიდა. როგორც შევპირდი, თანხის ნახევარიც მისთვის უნდა მიმეცა. ხო, შეცდომა დავუშვი, მაგრამ ცუდი განზრახვა ნამდვილად არ მქონია. ხაზანი რომ მოსულიყო და დამლაპარაკებოდა. ამაყად განმაცხადებდი, რომ ესკიზი მან შექმნა. მან კი ყოველს წინაშე დამამცირა, თავი მომჭრა. და განა შეიძლება ასე მოექცი ადამიანს, რომელმაც ხელობა შეგასწავლა. მისთვის რამდენი გააკეთე. მან კი იმის მაგივრად, რომ მოსულიყო და დაგლაპარაკებოდა, ყველას წინაშე შეგარცხვინა. ასეა ნურჯან. ლეილა, ხაზანი ასეთი არ იყო. ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. საერთოდ ვერ ვცნობ. და ახლა მომავალ, კარგი? ალო, ნურჯან, გამარჯობა. დაო, გამარჯობა. როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა. დილაში ვარ მუშაობ. რისთვის მირეკავ? მოხდა რამე ნურჯან? შენთვის რაღაცის მოყოლა მინდოდა. იმედია ძალიან არ გაბრაზდები. ხაზანი ძალიან ცუდად მოიქცა. რას ამბობ ნურჯან? თქვი რა ჩაიდინა. დაოგონულ. ხაზანმა ლეილა ხალხის წინაშე დაამცირა. საშინელება იყო. ლეილა ახლა ზის და ტირის. არ ვიცი რა ვქნა. ამიტომ დაგირეკე. დარწმუნებული ვარ, რომ ჰარუნი აისონმა მოკლა. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. იმ დღეს, როცა თქვენთან ვიყავი, ნიშნულოვან ფაქტს შევესწარი. მტკიცებულებების მოპოვების შანსი იმ დღეს ყველაზე რეალურად მქონდა. რომ არა გულის შეტევა დავამტკიცებდი, რომ მკვლელი აისუნია. აუცილებლად დავამტკიცებდი. და რა დაინახეთ? აისუნმა რომ გამომაგდო თავი შეუძლოთ ვიგრძენი. სიმართლე გითხრათ, იქ სამხილის გამო არ მივსულ ვარ. ბაჰარზე ნერვიულობდი. ამიტომ გავჩერდი
არ წამოვედი. დიდხანს ველოდი, დიდხანს. მთელი ღამე ველოდი. გვიან ღამით გამთენი ისას დავინახე. აისუნის სახლიდან როგორ გამოვიდა აჩქარებული ნაბიჯით. ხელში ჩანთა ეჭირა. ჩანთაში აშკარად იყო რაღაც რისი მოშორებაც უნდოდა. მერე ჰარუნის მძღოლი შერეფი გამოჩნდა, ისიც სახლიდან გამოვიდა. აისუნი სადღაც წავიდა, ის კი აედევნა. აშკარა იყო, რომ აისუნმა რაღაც ჩაიფიქრა. სახლიდან შუაღამეს ამიტომაც გავიდა. შერეფი მის კვალს გაჰყვა. მე კი მათ კვალს გავყევი. ცნობის მოყარეობის გამო რაღაც პერიოდი თვალს ვადევნებდი, მაგრამ უშედეგოდ. გზაში გულის არეშით კივილი ვიგრძენი. ვიეჭვე, რომ გულის შეტევა იქნებოდა. გავჩერდი და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. საავადმყოფოში შუნტირება გამიკეთეს, ასე რომ ვერ მოვახერხე იმის გაგება, აისუნს რისი მოშორება უნდოდა. ანამ ყველაფერთან შერეფს რა კავშირი ჰქონდა. აშკარა იყო, რომ სიმართლე იმ ჩანთაში იმალებოდა. ჩვენ შეკითხვებზე პასუხი სწორედ რომ იმ ჩანთაში იმალებოდა. პისტოლეტი. ყოლელობის იარაღი. ეს პისტოლეტი დივანზე ვიპოვე. ასეა დემირ. იმ დღეს პისტოლეტი სასტუმრო ოთახში მეც დავინახე. აისუნმა მითხრა, რომ თავდაცვის მიზნით ჰქონდა, მაგრამ არ დაუჯერე. სავარაუდოდ ის პისტოლეტი დამალა. მეც ასე ვფიქრობ. პისტოლეტს თუ ვიპოვით, სიმართლე გამოაშკარავდება. რამდენად ბრმა ვიყავი. სამხილი ცხვირ წინ მედო და ვერ ხედავდი. მკვლელობის იარაღი ხელში მეჭირა. მე კი ავდექი და მკვლელს მივეცი. საყვარელო, საკუთარი თავის მიმართ ასეთი მკაცრი ნუ იქნები. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქალი ასეთი საშიში იქნებოდა? შენ ის გააკეთე, რაც იმ მომენტში სწორად მიგაჩნდა. იმ ძღოლზე შერეფზე რაღაც ნიშნულოვანი უნდა გითხრათ. ვეჭვობ, რომ ის და აისუნი თანამზრახველები არიან. მასზე რამე იცით?
ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთ ვიყავი. ჩემს ოფისში მიიჯრა თავის ხალხთან ერთად. ჩემი თანამშრომელი სცემეს და წავიდნენ. მასთან პირადი ანგარიში გაქვთ? რა გინდათ? მოკეტე. აქ შეკითხვებს მე ვსვამ. რაუფეი, არ ვიცი რა ხდება. ოფისში ვიღაც ყაჩაღები შემოგვეჭრნენ და მცემეს. აქაურობა თავდაყირა და აყენეს. მათ თქვენთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ რადგან არიყავით, მე გამომიჭირეს და დაკითხვა მომიწვეს. ბაჰარი ახსენეს. ფიქრობის თქვენი მეგობრის ჰარუნ ბეის შვილია. ჩემთან ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. რა უნდათ? შენ რა უთხარი? მე არაფერი ვიცი რაუფეი, რა უნდა მეთქვა? მერე რა მოხდა? წავიდნენ? მათ შორის უფროსი ვინც იყო, თქვენთვის შეტყობინება დატოვა. თუ იმას გააკეთებთ, რასაც ის გეტყვით, თავს დაგანებებთ, მაგრამ თუ მას გზაზე კიდევ გადაეღობებით, გაჩენის დღეს გაწყევლინებთ. დაიბარო, რომ სხვის საქმეებში ცხვირი არ ჩაყოთ და ბაჰარს შეტყობინებები აღარ გაუგზავნოთ. თორემ საქმე ძალიან ცუდად გექნებათ. რა სისულელეს ამბობს? შეტყობინება მე არავისთან გამიგზავნია. ვერაფერს ვიზამთ, მალე ყველაფერი გაირკვევა. მომხდარის გამო ძალიან წუხვარ. შენ როგორ ხარ? კარგად, რაუფეი. გონი ხვდები რაც მოხდა. ეს დანაშაული აისუნმა შერეფთან ერთად ჩაიდინა. უბრალოდ შერეფი აისუნს არ ენდობოდა. შესაძლოა ეშინოდა, რომ დანაშაულს მას გადააბრალებდა. აისუნის წინააღმდეგ კოზირი ამიტომაც სჭირდებოდა. იმ ღამეს, როცა აისუნი პისტოლეტის დამალვას ცდილობდა უკან გაჰყვა, დამალული პისტოლეტი იპოვა და წამოიღო. ბაჰარს შეტყობინება და საბუთები მე გავუგზავნე. უცხო ნომრიდან. შერეფი ამ შეტყობინებას გულისხმობდა, როცა თქვენს თანამშრომელს ელაპარაკებოდა. ჰარუნის მკვლელობაზე საქმის აღძვრა მხოლოდ სისხლით ნათესავს შეუძლია. ეს პირდაპირ მტკიცებულებაა. თითის ანაბეჭდით და ბალისტიკური ექსპერტიზით სიმართლის გამოაშკარავებას შევძლებთ. სხვაგვარად ვერაფერს გავხდებით. მე მგონი ეს ერთადერთი გზაა. ახლა უკვე მკვლელობის იარაღის პოვნა შეგვიძლია. დარწმუნებული ხარ, რომ პისტოლეტი ისევ შერეფთან არის? იქნების და აისუნი დღემდე თანამზრახველები არიან. შერეფი ფიქრობს, რომ ის შეტყობინებები ბაჰარს თქვენ გაუგზავნეთ. ეს რომ აისუნს გაეგო, ალბათ რამე ცუდი შეგემთხვეოდათ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ პისტოლეტი შერეფთან არის. აბა დაფიქრდით. გეგმა მაქვს. თანაც ისეთი, რომ შერეფი პისტოლეტს თავისი ხელით მოგცემს. ეს როგორ მოხდება? ფიქრობ გეგმა იმუშავებს. ცდა დღეს. შერეფი ჩვენს მახეში რომ არ გაებას?
დაველაპარაკები. მეცდები რამე გავარკვია. ის მენდობა. არა. ამის წარმოდგენაც კი მაგიჟებს. იმ ავადმყოფთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც კი საშიშია. ასეთი რისკის ქვეშ ვერ დაგაყენებ. კარგი, საყვარელო. რა პრობლემაა? ეს უბრალოდ ვთქვი. ნუ ღელავ. შერეფის გვერდით ყოველთვის ფრთხილად ვარ. ასე ნუ განიცდი. მეშინია რამე არ დაგემართოს. როცა თქვით რომ წყვილი იყავით არ ვიცოდი ეს გრძნობა რამდენად ძლიერი იყო. მაგრამ დავწმუნდი რომ ერთმანეთი მართლა ძალიან გიყვართ. სიმართლე გითხრათ, აი სუნხანიმ რაც არ უნდა ჩაიცვას, ყველაფერი უხდება. მაგრამ ხაზანმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია. მართლაც რომ ყოჩა ხაზან, გილოცავ. არ დაგემალავთ და არ ველოდი ასეთი კარგი თუ იქნებოდა. ეს თანამედროვე ესკიზებია. ასე თუ გააგრძელებ, წინ დიდი მომავალი გელოდება. დიდი მადლობა. თავს უხერხულად ვგრძნობ. ხედავ ძვირფასო, როცა საკუთარ თავზე ზრუნავ, ყველაფერი კარგად მიდის. როგორც კი თავისი ადგილი მიუჩინე მას, ვინც შენს გამოყენებას ცდილობდა, ყველაფერი შეიცვალა. ასეთად უნდა დარჩე. თავი ყოველთვის უნდა დაიცვა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ შეკვეთას მიიღებ. ყოველთვის სიმართლეს მეუბნებით, აი სუნხანიმ. თქვენ თვალები ამიხილეთ. ახლა სულ სხვა ხაზანი ვარ. ხაზან. აქ რა ხდება? ხვდები რა საკეთებ? ვინაიდან შეთანხმებას მივაღწიეთ, საქმე დაუყოვნებლივ დავიწყოთ. მართალია, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ უსაფრთხოდ ხართ, სანამ ამ გეგმას განვახორციელებთ. ნუ ღელავთ, დამიცავენ. წინა ჯერზე ჩემი ხალხი ასეთ რამეს არ ელოდა. ხომ, ჯერა, მაგრამ ვერ გავრისკავთ. დამიჯერეთ, ამ ხალხისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მათ დანაშაული უკვე ჩაიდინეს. კიდევ ჩაიდენენ. მე და ბაჰარი ამ გეგმის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ რომ შვიდად ვიყოთ, გარკვეული პერიოდი იქნებ საზღვარგარეთ წახვიდეთ. დემირი მართალია, ბიძიარაობ. აქ დარჩენა თქვენთვის საშიშია. კარგი. თუ ეს დაგამშვიდებთ, მაგრამ ხვალ ექიმთან ვარ ჩაწერილი. შუნტირების მერე ბოლო ვიზიტია და ამის მერე წავალ. კარგი. თქვენგან ინფორმაციას როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გეგმის განხორციელებაზე გადავალთ. არ გცხვენია? განა ასე გაგზარდე, შვილო? განა მე გასწავლე? იმ ხელზე კბენა, რომლითაც უკვე ბევრი წელია იკვებები. ლეილამ შენთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. საერთოდ არ შეგრცხვა. სინდისი არ ქენჯნიდა, როცა ჩვენ უახლოეს მეგობარს ამცირებდი. დედა, ლეილამ ჩემი გამოყენება სადა. გაჩუმდი, ჩემს მოთმინებას ნუცდი ხაზან. იმ ყველაფრის მერე, რაც მან შენთვის გააკეთა, შენი სიტყვები შეუსაბამოა. იმ ქალმა ხელობა შეგასწავლა, სამუშაო მოგცა. გაჩუმებული ყავი ხაზან. ასეთი როდის გახდი? არ მესმის რა ხდება? რა სკანდალია? სხვა თუ არაფერი. მისთვის პატივი უნდა გეცა და გაჩუმებული ყავი. როდის გახდი ასეთი ხარბი ხაზან? იმის მაგივრად, რომ პატიოსანი შრომით მიღებული ფულით დაკმაყოფილებული ყავი. ადექი და ადამიანს გული ატკინე. როდის გახდი ასეთი ხარბი, შვილო? ფულზე ასე რამ დაგახარბა? რა დაგემართა, შვილო? საკმარისია, დედა, საკმარისია. უსამართლოდ მეკცევი, დედა. ამდენი ხალხის წინაშე უსამართლოდ მადანაშაულებ. მართლა, ხაზან.
ახლა კმაყოფილი ხარ? არც სიტუაციაში გაერკვიე, არც მოусმინე. შვილს გული ისე ატკინე. შენ რანაირი დედა ხარ? განა შეიძლება? დედა მორსული შვილი ასე გაანაწყენოს. რისთვის? ხაზანი ორსულად არის? გაჩუმდი ხაჯერ, შენ საერთოდ არაფერი იცი. მართალია? ხაზანი ორსულად არის? გაჩუმდი თაისონ ხანიმ. უფლება არ გაქვთ ჩაერიოთ. ჩემ შვილს თქვენი მითითებებით რომ არ ეხემცხვანება, არაფერი მოხდებოდა. ჩემი შვილისგან თავის შორს დაიჯირე. არ დავუშვებ, ბინძური იდეებით ჩემ შვილს გონება აურიოთ. ხაზანი დიდი ხნის მანძილზე შენი მითითებებით მოქმედებდა და რა? რა მიიღო? რას მიაღწია? მას შემდეგ, რაც მე მისმენს, საკუთარ თავზე სრულვა ისწავლა. უკანასკნელად გაფრთხილებთ. აი სუნჰანიმ, ჩემი შვილისგან თავი შორს დაიჭირეთ. ძმაო, როცა შავ ყუთში ხრელს ხსნი, ის თეატრად იქცევა. ნახე რა წერია? კამერა ობსკურა. გამოსახულება ამოყირავებული იქნება. წარმოუდგენელია. თავში ასეთი აზრები როგორ მოздით? უკვე ტვინი ამიტუხდა. კინოს ისტორია როგორ უნდა შევისწავლო თანაც მისი შექმნიდან დღევანდელ დღემდე. რას კითხულობ? მე რა ვიცი, რაღაც ტრიოა ნახსენები. არ ვიცი ადამიანზეა ლაპარაკი თუ ძაღლზე. აქ წერია dog ინგლისურად ძაღლი არ არის? ვერ ხვდები კინოსთან რა კავშირი აქვს. ძმაო, წარმოდგენა არ გაქვს რაზეა ეს წიგნები. მასზე შთაბეჭდილების მოხდენას როგორ აპირებ? რამე იდეა გაქვს? იცოდე, უაზრო ბოდიალით თავი არ შეირწყვინო. გასაგებია? მე გაგაფრთხილე. კარგი, მომაშორე. ხელში წიგნი რომ ავიღეთ, ჯდომის მანერაც კი შეგვეცვალა. ბაჰართან სალაპარაკო თემას გამოვძებნი. საქმე მაქვს ჯაბარ. წავალ. კარგი. ხაზან შვილო, ხაზან შვილო, ურსულად ხარ? შვილი მეყოლება? შემთხვევით რომ არ მომესმინე ვერც გავიგებდი. ვაპირებდი თქმას დეიდა ხაჯერ, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. განქორწინების პროცესმაც იმდენად რთულად ჩაიარა, რომ დრო ვერ გამოვნახე. ძვირფასო, ჩემო საბრალო გოგო, ეს რა დაგემართა? ეს რა დაგვემართა? ნუ თუ ასე უნდა გამიგო რომ ბებია ვხდები. ამამბით ვერც კი გავიხარე. კარგი არა უშავს. მე ყოველთვის გვერდში დაგიდგები ჩემო ლამაზო. გმადლობ დეიდა ხაჯერ. კარგი, შეწყვეტე დირილი. ხალხი გვეხურებს. ნუ დირი. ჩვენთან წამოდი. ცოტა დამშვიდი. დაისვენე. მართალია ჩემ შვილს გაშორდი, მაგრამ ის ხომ ჩემი შვილიშვილია. ჩემი შვილიშვილზე და შენზე უნდა ვიზრუნო. წამოდი ძვირფასო. არა დეიდა ხაჯერ. თქვენთან ვერ წამოვალ, თარიქის ნახვა არ მინდა. ძვირფასო, თარიქი დიდი ხანია გავაგდე. ის სახლიდან გავაგდე. არ ინერვიულო. წამოდი ჩვენთან. შვიდად დავილაპარაკებთ. დაისვენებ, დამშვიდდები, კარგი? წამოდი შვილო, წამოდი. ჩემო საყვარელო. მეგონა ლეილასგან ფულს ერჯერა და დავეხებდი, მაგრამ ახლა ხაზანს ბევრი სამუშაო ექნება. ჩემ საკომისიოს საკმარისად ავიღებ. ჩემო ძვირფასო. ხაზან. შვილო, სათხარ.
ხაზან სათხარ. ხაზან. შვილო. ხაზან. ალო. ალო ნურჯან. ხაზანი შენთან ერთად არის? არა, არ მოსულა. შენ რა შრები? ლეილაზე ელაპარაკე? ხო, ველაპარაკე. ძალიან ავღელდი. ვეჩხუბებ უსაყვედურე. ატელიედან გამოვიდა, მაგრამ არ ვიცი საწავიდა. სახლშიც არ არის. ვიფიქრე შენთან იქნებოდა. მაგრამ შევცდი. კარგი და ნუხელავ, ყველაფერს გავარკვევ. კარგი შვილო. გაარკვია და დამირეკე. დროებით ძვირფასო. კარგი. ხვალ მოდით, გელოდებით. დემირისთვის მშვენიერი სიურპრიზი მექნება. მასაც ძალიან მოეწონება. კამერით თუ გადაიღებთ, არაჩვეულებრივი იქნება. ჩვენ შეცდომებს მარტივად დავინახავთ. პირველი შევალ. ცოტა ხანში შენც შემოდი. კარგი ძვირფასო. კარგი. რა უცნაურია, არა? მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. მაგრამ ისევ მოგვიწევს დაშორება. ჩვენი სიყვარულის ამ პარკში დატოვება და სახლში მტრების როლის თამაში ძალიან დამთრგუნველია. ცოტა მოითმინე. თუ ჩვენმა გეგმამ გაამართლა, ამ თამაშის გაგრძელება აღარ მოგვიწევს. მალე ყველაფერი დამთავრდება. ჯერა. შენი და ჩვენი სიყვარულის. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნება. შვილო, შერებ. ისე სწრაფად წახვედი და ლაპარაკებაც ვერ მოვასწარე. რა ქენი შვილო? არ მკითხო. არ მინდოდა მის თვალში თლად უცოდინარი გამორჩენილიყავი, ამიტომ რამდენიმე წიგნს გადავხედე, რომ ორი სიტყვის თქმა შემძლებოდა. კინოზე, მაგრამ არ გამომივიდა. შვილო, შენი დანაშაული ის არის, რომ მეტისმეტად აჯანჯლებ. ბაჰარ შენი გრძნობების შესახებ დროზე უნდა უთხრა. თუ შეგეყვარებს, ისეთ შეგეყვარებს როგორ იცხარ. ბაჰარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელობაა. შენ თუ ბაჰარის გამო შეიცვლები, ეს უკუ შედეგს გამოიღებს. მართალი ხარ, აინურ. მთელი ამ ხნის მანძილზე მეგობრები იყავით. ეს მეგობრობა ნდობაზე და გულწრფელობაზე იყო დამყარებული. რა მოხდება ისეთ ადამიანად, რომ იქცე როგორიც არ ხარ? რა მოხდება და ბაჰარი დაგშორდება? ხომ ასეა? ო, მართალი ხარ. სისულელე გავაკეთე. ჯობს ის ვიყო რაც ვარ. მართალია. დამიჯერე. ფამუქი რომ აქ იყო, სიგივეს გეტყოდა. ეს ხომ იცი? ვიცი. მადლობ. შენი წყალობით თავდაჯერებულობა დამიბრუნდა.
ძალიან კარგი. ახლა დაჯექი. ეს არის წვნიანი მომამზადე. ჯამე სანამ ცხელია. კარგი, გმადლობ, შევჯამ. იჯექი, დაისვენე. აბა, თავს როგორ გრძნობ? უკეთ ხარ? ასე ნუ განიცდი საყვარელო ორსულად ხარ. თანამდენს შრომობ. უნდა დაისვენო. შეძლების დაგვარად უნდა დაისვენო. საკმარისია. თავს ნუ იდანჯავ ხასან. ნათქვამია რომ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. ბევრი ცუდი რამ მოხდა. სირთულეებიც ბევრი იყო, მაგრამ შენი საქმეები კარგად წავიდა. ხო, ყველაფერი რა ჩვეულებრივად არის. უამრავი შეკვეთა გექნება. აი ნახავ. ასე არ არის? საბადარძლო კაბას თავად აისუნ ხანიმს უგერა. როგორც კი დაასრულებ, გაცილებით მეტი შეკვეთა გექნება. ის ხომ არა ჩვეულებრივი იქნება. რაღაცას გითხავ, კაბის შეკერვას რომ დაასრულებ. ბრასაპირებ იმ ფულით, რომელსაც აისურ ხანიმი გადაგიხდის. საკუთარ ატელიეს გახსნი? არა, დეიდა ჰაჯი, რა ატელია? პირველ რიგში ვალის გადახდაზე ვფიქრობ. ამისთვის საკმარისი თუ იქნება. ხო, რა თქმა უნდა, ყოჩა. კარგი გადაწყვეტილებაა, ყოჩა. ხო. გისმენ ნურჯან. ხაზან სათხარ. შენზე ნერვიულობთ. სანერვიულო არაფერია. დეიდა ჰაჯერთან ვარ. ასეთ მდგომარეობაში რომ ნახა სახლში მომიყვანა. კარგია ხაზან. სახლში დაბრუნდი დედას დაელაპარაკე. საკითხი მოაგვარეთ, კარგი? შენი აზრით მე არაფერი მწყინს არა? რადგან არ გამოვხადავ? ერთხელ მაინც გეთქვა დედა ჩემისთვის შვილს ნუ ანერვიულებო. საკმარისია. ხაზან. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.